გამარჯობა, მე ლევანი ვარ და თქვენ იმყოფებით იშვიათის YouTube არხზე. დღეს მივდივართ Porsche ცენტრი თბილისის მიერ ორგანიზებულ ივენტზე, რომელსაც ქვია Cars and Coffee, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო მანქანა იქნება და მინდა რომ თქვენს დაგათვალიერებინოთ ყველაფერი. ჩემი მანქანა უკვე დიდი ხანია გარაჟში დგას და საკმაოდ გასარეცხია, ამიტომაც ახლა წავიდეთ, წყალი გადავალოთ სამრეცხაოში და შემდეგ დავაწვეთ ივენტისკენ. მანქანა გაწკრიალებულია, ეხლა უნდა გავუვაროთ ჩემთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანებს და დავიძრათ ერთად. ჩემს არხზე ახლა უკვე ოფიციალურად წარმოგიდგენთ ჩემს უცოლეს და უშვილეს, ნინიკოს და დანიელს. ვიგით ხაროს, ხო? 23-ში? 23? იო. რანაირად როს? არ ვიცი. შეხვედრაზე მოვედით, აქ ძალიან ბევრი საინტერესო მანქანაა და ეხლა დაგათვალიერებინებთ ყველაფერს ნელ-ნელა. წარმოგენილი რომელი მანქანები მოხდეს ყველაზე მეტად ჩვენი მანქანა არ ითვლება. აი გავუხოთ და ხო. ნუ ის თეთრი Porsche GT3 აუცილებლად ეგ პირველი აქედან, კი. და აი ეს მანქანა მაგარია, ძველი. ძალიან მაგარია. მოდი რაღაცა უნდა გითხო ერთი წუთი, მოდი. ეს მანქანა მოგწონს? დიახ. 0-დან 10-მდე რამდენი შეაფასებია? 10. 10? აი რა მოგწონს ყველაზე მეტად? ძრავი, გინდა ძრავი გაჩვენო? კი. ქართულად აქვს 280 ცხენი ამასთან, მე მყავს საყვანელი 500 ცხენის ძალა. მადლობა. არაფერს, ის მადლობა. ეხლა მე და დანიელი შევაფასებთ სამცალ განსხვავებულ კლასიკურ Porsche-ს. 0-დან 10-მდე ვახსენებთ, აბა? 9. 9? კი. ექსპონატი ნომერი 2. 5. What? ეს იყო 8. ამასაც 5 უწევთ, თორე გავგიჟდები და ვიდეოს აღავდეთ. ანუ ამ მანქანას მე იმას აქვს უწერ. წითელს. ანუ ამას უწევთ რამდენს? 8. 800? და ცოტა უწევთ? 10 იყოს. სპოილერ შეხედე. სპოილერი მაგარია, არა, ძალიან კაია. ძრავი ხელუხლებელია, მაგრამ გარედან აქვს ძველი რაღაცეები რა. პირველი ჩვენ დავდიოთ 33-ი, გახსოვს? როგორ არ მახსოვს. გამავიწყდა? დაგავიწყდა. აღებული არ. რატო ესე ხაიჭი 150 და ესე რაც არის ვერ გავუძლე? ტურბოები არის ლიმიტზე, ტურბოებია ლიმიტზე რა. ტურბოებს თუ შევწვი კი. ენერთები არის მისმოს. ხო გარეტები დღეს ამ. გარეტია, ხო, კი. გარეტი გაამენია მაშინ? გარეტებია მისმოსი რა, ენერთია. ოკეი. ხო, სტოკები რაც არის რა, კი. 34-ის ტურბოები რაც არის რა, სტოკები ეგენი არის რა. რანაირად შეინახე ესე? რამდენი წელია რაც? 14. მანმული. იცი რატო შეინახე? აი რაღაცეები. რაღაცა გამანქანას ჩემთვის ხო ხდები სპეციალური ისეთ განსაკუთრებული რა. ეს იყო ჩემი სტუდენტობის სოცნების მასალა. ხო, ჩემი მაგარი მანქანა. ტირინოლები ეგ ხას 11 წელია. რა. კი, არა. წამოაბა. ძალიან გაიგებია. მაგარი მადლობა. უკან გაყოფილი სიდენიები, ექსეკიუტივ პაკეტი. ო, ეს საინტერესოა. საინტერესო მანქანა თავისუფლად. ოსკარიანი 911. ესეთი გაყოფილები გერმანულებს სხვასაა, კიდე? ეს ამერიკულია ჩემი ერთმა და ეს არის ექსეკიუტივ პაკეტი, უკან გაყოფილი რო არის. ასაგებია. ყველა წარმოყვება. ძალიან გაიგებია. მადლობა. გაისაბურავების გიყენია. ისე ფლოტსპორტებია 20. შენთანაც 4-ები აყენია. ხო, ნამდვილად გაისაბურავია. დრავსაც განახ. ეს არის 2.9 კვინტურგო, პედეკასი. თითქოს რამეს დავინახავ ხო ისე არის ყველაფერი. ეს ტრენდია, შეგუძლია ყველა.
არა, ნუ. ხება პორშეში. შეფუთულია კლიენტი ვერ ხედავს ვერა. დავდგეთ. აღარ მე მებერი ვარ. ой, შეხო ყიდიდი შენ პორშეს. ხო, ყიდიდი მახსოვს რა? ხო არა. პერიოდი просто გავდე ტურბო გამეყიდა და მოსინჯე ხო პროსტა. მოგეთ ეხა უნდა გაგაცნოთ ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან უნიკალურია იმით, რომ JDM ავტომობილებიდან ნელ-ნელა მოვიდა Porsche-მდე და ეხა შევეკითხებით თუ რა მიაღებინა ეს გადაწყვეტილება და რატომ მოხდა ესე. ჭავჭანა უნდა გაგაცნოთ, დავით ჭავჭანიძე ახლობებისთვის ჭავჭანა და ვნახოთ აბა რა აზრი ექნება. ჭავჭანა ესე იგი ჩემთვის რაც ყველაზე საინტერესო არის უნიკალური Porsche. ძალიან დიდი მადლობა. და ჩვენი ისტორია ძალიან ხანგრძლივი არის, ვთქვათ, ჩვენ კიდე 2007-8 წლიდან, როცა ჩვენ Supra ყავდა და მე მაშინაც Sky-ზე ვიყავი, მაგრამ ჩაბჟირებული. ზუსტად ეგრე. მე მაინტერესებს უბრალოდ აი აქამდე რა მოგიყვანა რა და რატო იქიდან მერე Porsche ეს გარდასახვა როგორ მოხდა რა? ანუ ნახე როგორი სიტუაცია, Porsche ყოველთვის იყო ერთ-ერთი ჩემთვის უნიკალური ავტომობილი, რა თქმა უნდა 911 გულისხმობ, იმიტომ რომ ჩვენ თაობაში даже ეს SUV-ები და რაღაცა სედანები მაშინ არც არსებობდა და არც ვფიქრობდით მაგაზე. რა თქმა უნდა, ისა ძალიან კარგია, მაგრამ იცი რა იყო, მაშინ შეიძლება დავარქვათ, რომ ხელმისაწვდომა და უფრო რთული იყო 911 შეძენა და ეს იაპონური ბაზარი საქართველოში ძალიან ხარად იყო გაჯერებული და ხო, ხელმისაწვდომიც იყო და აქედან გამომდინარე, ჩვენს ბავშვები ვიყავით მაშინ, ანუ ამ რაღაცა Fast and Furious-ის Need for Speed, ხო, ანუ მაქედან უფრო ვთქვათ რაღაცა ეს უფრო ახლოს იყო მაგ მომენტში და Porsche იყო მაინც შორს იდგა მაშინ, კი, მაგრამ მიზანი როგორც მაშინ მქონდა დასახული და ეხაც არ ვთვლი რომ ჩემი მიზანი ბოლომდე ამოწურული მაქვს, იმიტომ რომ თუნდაც ის შეველი რაც ყავს SS 70-იანი ეგაც ბავშვობის ოცნება იყო ეს 997-ის და კიდე არის ძალიან ბევრი ავტომობილი და რა თქმა უნდა კიდე იმას დავამატებ, ეს იმას არ ნიშნავს რომ მე იაპონური ავტომობილები არ მინდა. NSX-ი, Supra აუცილებლად და GT-არი აუცილებლად დადგება ჩემ გარაჟში. მე ისე სანამ არ მაგდროს ველოდები. კი და აქედან გამომდინარე ეს Porsche-ც დაახლოებით უკვე მე-7 წელია რაც მყავს, რაღაც 2 წლიანი ინტერვალი იყო რომ დავემშვიდობე, მაგრამ დავიბრუნე. წელიწად ნახევარი დაახლოებით ვიბრძოდი იმისთვის რომ ეს მანქანა უკან დამებრუნებინა. და ჩემმა ძმაკაცმა დამირეკა, ისიც იყო და ძალიან დიდი საჩუქარი გამეკეთა. FIVA-ს კონფერენციიდან მოვდიოდით დაახლოებით 3 წლის წინ. ბულგარეთი დავბრუნდებოდით და შემოიარე Porsche-ში, შენი Porsche უნდა გაგატანო და აი ზუსტად ამ ადგილას დავბრუნდი, გადავჯექი ჩემ Porsche-ში და იმის მერე უკვე მე-4 წელია დავდივარ. ამ მანქანას აღარ გავყიდი, გამორიცხულია თუ დავიმატებ ტურბოს ეს. თორე გაყიდვით არა. ამ მანქანაზე მითხარი 2 წლით, რომელ წლიანია რა მომენტი? ეს მანქანა არის 2009 წლის, ამაზე შემშვების და გამშვების სისტემა არის შეცვლილი და რა თქმა უნდა კომპიუტერში არის ცვლილებები შეტანილი, რომელიც GT performance-მა გააკეთა. მას მერე კიდე რაღაცეები დავხვეწე და ვაპირებ კიდევ ერთხელ პროგრამირებას და ვნახოთ დაახლოებით Flywheel-ზე 436 ცხენის ზალა, საკმაოდ კაიმაჩვენებელი ატმოსფერული ძრავისთვის და სავარაუდოდ პლუს-მინუს კიდე 10-15 ცხენის ზალის ამოღება შეგვიძლია, იმიტომ რომ მე არ ვაპირებ კატალიზატორების ამოღებას და კატალიზატორები ზედა აქვს და კატაუც არ ვაპირებ და აქედან გამომდინარე ის რაც აქვს ამას სიმძლავრე იმ აღმართის დაძლევისთვისაც და ტრეკზეც ასევე ქალაქშიც და ქალაქგარეთ და საზღვარგარეთაც სადაც ბევრჯერ ყოფილა რა მანქანა არის იდეალური. ვისაც არ გავს ჯერ ეს მანქანა და სოციალების დონეზე ესე რომ თქვა რა. ანუ რას ურჩევდი, როგორი არის გზა Porsche-მდე მისასვლელი? აი შენი გამოცდილებიდან რას ურჩევდი რა? ჩემთვის როგორ არის მიზანი მაქვს ყოველთვის, აი რაღაცა მინდა რომ გავაკეთო და მე არ მგონია რომ მიზანი თუ დაისახი ადამიანმა ის ვერ განახორციელო რა. არის ადამიანი ვინც ბოლომდე არ იხარჯება იმისთვის რომ მიზანს მიაღწიოს. რა თქმა უნდა Porsche ჩემთვის დღეს მყავს და მათ შორის 964-ის კარგად მყავდა და ეხლა ჩემ უახლოეს მეგობარს მივეცი, კაი ხელში გაუშვი ისაც და რესტავრირდება და როგორც ახალი დაგვიბრუნდება, მაგრამ არ ვთვლი რომ მე ყველა Porsche მყავს. უпростоრ ყველა Porsche არ ვთვლი რომ Porsche მყავს, კიდევ მინდა Porsche არის ამას რა თქმა უნდა არ გავყიდი, ეს არის ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი. 991-ის ტურბოესი მინდა ძალიან, GT3-იც მინდა და ყველას გირჩევთ რა, რომ მაქსიმალურად დაიხარჯეთ და აუცილებლად მიაღწევთ მიზანს და
აუცილებლად იმ ემოციას, რაც სპორტში გადმოგცემს და ერთხელ გაიგებთ, სხვა მანქანაზე დაბრუნების სურვილი აღარ გექნებათ. პორშეს მერე რა სიტყვი? აბა შენი აზრი გამიზიარე ახლა ამასთან დაკავშირებით. ლეგენდა მაინც ლეგენდა ახლა გოძილაა და ორშეც ლეგენდაა, მაგრამ ორივეს თავის საპატიო ადგილი აქვს ჩემ გულში. ხო. ისიც მიყვარს და ესეც. როგორ იძახდი პორშე მყავსო და ნისანზე ოცნება. ორშე ყავსა და ნისანზე ოცნება. მაგრამ დასანანია რომ გარიცხეს კვალიფიკაციიდან, რადგან რასიზა ჩემპიონია ყველა ჯობნი და უკვე ავტოსპორტის ბიზნესია. და უკვე ყველა მიცოდა ვინ მოიგებდა და ვის ჯობნიდა ნისანი მაშინ. კი. განსაკუთრებით 90-იანებში. 80-იანებში და 90-იანებში თავის ავსტრალიის იმაში და ერთხელ გრუპა აიღო, ხო მე მგონი. გრუპა იყო მაშინ რომ ვაჯობა ყველას მაშინ ნისანმა და ორშესაც ერთი ადგილი ჟიმჟიმი დაიწყო რომ აჯობა. სწორედ ეგ იყო ის მომენტი რა, Channel Motorsport-მა რო Godzilla შეარქვა ზუსტად კომენტატორები. შეარქვა და მე სამწუხაროდ რამდენიმე წლის შემდეგ აკრძალეს ეს მანქანა. კი ბატონო. რაც არ უნდა მოხდარიყო. კი. მაგრამ ერთი საინტერესო ფაქტი, Nissan-მა თავის დროზე Porsche 959 დაშალა. და რალის დაკარი მსოფლიო ჩემპიონი იყო 4x4 სისტემა რაც იყო. ხო. და გადაიღო Skyline GT-R-ში. ATS-ას სისტემა მაშინ. აი ძალიან საინტერესო ფაქტია. აი ძალიან საინტერესო ფაქტია, აღნიშნავი. ამათი 4x4 სისტემა განთქმული არის თავისი მოჭიდებით და მდგრადობით და შესაბამისად. გადადების მომენტი და კი, ზუსტად. Nissan-მა ვიღაც შუამავალი გააგზავნა და შუმად იყიდა Porsche-სგან 959 და 959 მაშინ მსოფლიო დაკარის ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული, მაგრამ ამავდროულად Group B-თვის იყო შექმნილი. აჰა, ოკეი. მაშინ და Group B უკვე აკრძალეს 400 წელიწადზე იყო და ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და მაშინ Audi Quattro კი დომინანტობდა, მაგრამ ერთი კონცერნია Porsche Holding-ი იყო, Volkswagen-ი გადის, Audi და Lamborghini და მაშინ მე მგონი Porsche შვილიშვილმა პიეხი რო იყო მეორე შვილიშვილი Ferdinand პიეხი იყო მან მეორე შვილიშვილი Ferry Porsche-ც იყო, მაგრამ მე მგონი მან მოკიდა ხელი Quattro-ს შექმნას ხელი. აჰა. და მე უკვე როცა GT-R-მა მოიგო, მე წავიდა Porsche და მე Porsche-მაც დასალა GT-R-ი და შეხედეს რა იყო და თავის მანქანა აღმოაჩინეს. ერთი მეორე შეავსეს ესე ერთი მეორე შეავსა ასე ვთქვათ. ესე იგი გამოვიდით ჩვენი ივენთიდან. ძალიან გაიყო რა. მეორე მანქანა რამდენიმე აი მენა ის პონტი იყო რა. ფორსაში რაღაც შეკრებები რაღაცა რა გაიყო ძალიან. და შენთვის ეს ივენთი პრინციპში პირველი იყო, ხო ამ დონის ეს დიდი მასშტაბის შეკრება რა. ძალიან გაიყო მართლა რა. კი, JDM შეხვედრებზე ნამყოფი არის დანიელი. ოღონდ პატარაობაში როცა იმართებოდა. ანუ ვარც გა. ერთი მახსოვს რა ქვია. საღამოში ეს კონსერტთან რო შევიკრიბეთ მამა. ისეც ხდებოდა ხოლმე. JDM ივენთები და მიდიოდი ხოლმე, მაგრამ მაშინ ძალიან პატარა იყავი, იმის მერე აღარ გაკეთდება ეგეთი რაღაცა. მოკლედ ძალიან ბევრი მანქანა ვნახეთ, ძალიან ვისიამოვნეთ. ძალიან კაი ხალხიც გავიცანით, ახალი ადამიანები, ავტომოყვარულები, რაც ყველაზე მთავარია. და კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რატომ მიყვარს Porsche და რატომ მიყვარს ეგ community მთლიანობაში, იმიტომ რომ აი მე Porsche-ს მფლობელი და ცუდი პიროვნება არ შემხვედრია, არ ვიცი რა, ანუ ყველა ძალიან კაი ტიპია, ყველა ცდილობს რომ გაგიზიაროს რაღაც თავისი გამოცდილებები და თქოს აი ის სიყვარული და ემოცია რაც უჩნდება Porsche-ს მიმართ, ცდილობენ რომ აი შენზეც გადმოვიდეს და რაღაცა გამძაფრდეს და უფრო გამრავლდეს და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის ავტომოყვარულების community-ში მით უმეტეს რა. არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება არ უნდა დაგავიწყდეთ, გახსოვდეთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.